გამარჯობა ყველას, მოგესალმებით, როგორ ახართ ჩემო კარგებო. მოკლედ დღეს 3 მარტია და როგორც იქნა ვახერხებ ვიდეოს ჩაწერას, რადგან წეხან ანაბელი დავაძინეთ, ბაბანავეთ და დავაძინეთ და მინდა რომ აი ამ პატარა ვიდეოთი დღეს ყველას მივულოცო და თითოეულ თქვენთაგანს მოგილოცოთ დედის დღე. პირველ რიგში მინდა რომ ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ და მინდა რომ ბედნიერი დედები იყოთ და რა თქმა უნდა ძალიან მიხარია რომ მე დედა გავხდი, თითქმის 1 წელია უკვე. მართალია დიდი ხანია ჩვენ არ ვყავდა შვილი, 7 წელი არ ვყავდა და შემდეგ მომესაუბრება რომ დედა გამხდარიყავი და მე ძალიან ვამაყობ ამით რომ მე დღეს დედა ვარ. ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით, მარტო იმით რომ უბრალოდ ჩვენთან არის, უბრალოდ რომ მოაევლინა ამ ქვეყანას და დაიბადა და ჩვენს გულებს დედიკოს და მამიკოს გულს ყოველ დღე ახარებს და მზესავით მანათობელი გოგონა გვყავს, რითთვისაც ძალიან მიხარია და უფლის მადლობელი ვარ. და თქვენს ყველას გისურვებთ, ვინც დედები ხართ, რომ ბედნიერი დედები ყოფილიყავით და თქვენი შვილებით ყოველთვის გეამაყოთ. არა მარტო მათი გაკეთებული საქმით, არამედ იმით, რომ უბრალოდ ისინი თქვენთან არიან, რომ მათ თქვენ აგირჩიეს მშობლებად და თქვენ გერგოთ წილად, რომ მათი დედა ყოფილიყავით. მოკლედ, ყველა დედას ვულოცავ დღეს დედის დღეს და მინდა რომ ძალიან ბედნიერი დედები იყოთ. დღეს ძალიან კარგი ამინდი გქონდა, სადღაც 15 გრადუსამდე იყო დათბა საკმაოდ გერმანიაში, საღამოობით მაინც ცივა და ამიტომ აი მოკლეკლავიანი მაცვია და მოკლედ საკმაოდ ლამაზი დღე იყო, მაგრამ დღის განმავლობაში რა თქმა უნდა ვერ მოვახერხე ვიდეოს ჩაწერა და ეხლა საღამო ხანს, როცა ანაბელი დავაძინეთ, მომეცა საშუალება რომ აი ამ პატარა ვიდეოთი მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეხლა ანაბელი რა თქმა უნდა ჯერ პატარაა და ვერაფერს ვერ მაჩუქებდა, მაგრამ ჩემო მეუღლემ აი ასეთი შოკოლადი მომიტანა. ნახეთ. აი ეგრეთ წოდებული დუბაის შოკოლადი და ძალიან გამეხარდა, შუქი აქ ისე არ არის კარგი, რადგან საღამოა მოგეხსენებათ, მაგრამ არ აუშავს, იმედია მაპატიებთ. ეს მომიტანა ანდრიასმა დღეს პატარა სიურპრიზი გამიკეთა და ძალიან მიხარია. ჩვენ რა თქმა უნდა უკვე გასინჯული გვაქვს დუბაის შოკოლადი, ვიდეოც კი მაქვს გადაღებული, მაგრამ არ მოხერხდა ამ ვიდეოს დადება და პირველად, როდესაც ჩვენ დუბაის შოკოლადი გავსინჯეთ, მინდა რომ ის ვიდეო ჩაგისვათ. მაშინაც ანდრიასმა მომიტანა აქვე ჩვენთან სადღაც 1 წლის უკან ძალიან კარგი თურქული კაფე გაიხსნა, საკმაოდ დიდი, სადაც კარგ თურქულ ნამცხრებს აცხობენ და იქ მოკლედ ქონიათ ესე გამოკრული, რომ აქვთ ასევე დუბაის შოკოლადი და ერთი დღეა და სიხარულით მომიტანა ანდრიასმა, რომ აი იმ კაფეში თურმე დუბაის შოკოლადს აკეთებენ და მოდიო გავსინჯოთო. მართალი გითხრათ, არ გადავირიე, რომ გავსინჯე, ძალიან ჩვეულებრივი. რა ვიცი, მე პირადად ხა ვაუ, გავგიჟდით, რომ გითხრათ ასეთი არ იყო. არ ვიცი ზუსტად როდის იყო, უკვე დიდი ხანია რაც გავსინჯე. შევხედავ თარიღს აღარ მახსოვს. რამოდენიმე თვის უკან იყო ყველა ვარიანტში. მოკლედ, ასე გამოიყურება ჩემო კარგებო, ეს დუბაის შოკოლადი, რომელიც რა თქმა უნდა ამ კაფეში მზადდება, რომელიც გითხარით წეხან. მოდით ახლა გავსინჯოთ. აი, ასე გამოიყურება ჩვენი დუბაის შოკოლადი. როგორ მიხარია, რამდენი ხანია მინდა ამ შოკოლადის გასინჯვა. და დღეს ახლა მეორედ მომიტანა დედის დღესთან დაკავშირებით. გასული იყო რაღაცების საყიდლად ანდრიასი და მომიტანა ეს პატარა დუბაის შოკოლადი ერთ-ერთ სუპერმარკეტში უნახავს, აქ გერმანიაში, კოლნში ძირითადად უკვე სუპერმარკეტებს, სხვადასხვა მაღაზიებს კასასთან უდევთ გასაყიდად, რომ ყველა ვნახოს და იყიდოს და ამის წინ მე მიულერშიც ვნახე, მაღაზია მიულერი, ვინც გერმანიაში ცხოვრობს, ყველა მიცის და ანდრიასაც უნახავს ეს ერთ-ერთ სუპერმარკეტში და მომიტანა ძალიან გამეხარდა.
მინდა ეხლა თქვენთან ერთად გავსინჯო. მიუხედავად იმისა, რომ მე ჭამამან და მაინც ვიდეოში არ მიტაცებს, როგორც გითხარით, მაგრამ ეხლა მინდა რომ თქვენთან ერთად გავსინჯო აი ეს დუბაის შოკოლადი. ასე გამოიყურება ჩვენი დუბაის შოკოლადი. არის პისტათი და მოკლედ გავხსნათ ეხლა. აი ცოტა გამეხა, სხვანაირად არ გამოდგია და მაგრამ არა უშავს და ასე გამოიყურება ჩემო კარგებო. შიგნით აი ეს დუბაის შოკოლადი. სადღაც ღირს 10 ევრომდე, 8-დან 10 ევრომდე, 100 გრამი. საკმაოდ ძვირია ფასი. იმიტომ რომ აქ შოკოლადები, რა ვიცი, 2-3 ევროს მეტი არ ღირს. ასეთი 100 გრამი შოკოლადი. 3 евро ყველაზე ძვირი. ნუ 4 ევროც შეიძლება ეხა შოკოლადსაც გააჩნია ლინდის შოკოლადები საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ საერთოდ ესე 100 გრამი შოკოლადი 2-3 ევროზე მეტი არ ღირს. ყველაზე დიდი 4 евро. 100 გრამიანი მაქვს მხედველობაში. მოდით ახლა გავხსნით დუბაის შოკოლადს და დავაგემოვნებ თქვენთან ერთად. ასე გამოიყურება ჩემი დუბაის შოკოლადი და მოდით ახლა ცოტას მოვტეხავ და გავსინჯავ. აი 100 ამდენი მოვატეხე, ნახეთ. ხო ხედავთ პისტას შიგ თავსი აქვს და მოდით ახლა დავაგემოვნოთ. რა გემრიელია. მაშინ აი პირველად როდესაც გავსინჯე, თურქულ კაფეში აკეთებენ როგორც გითხარით. მათგან დამზადებული შევიძინეთ და აი ესეთი შეფუთვა არ ქონდა, რა თქმა უნდა. უბრალოდ ისე ჩაგვიდესაღალდის ჩანთაში. და აი ეს, აი ამას სულ სხვა გემო აქვს. შეარის ხრატუნა, აქვს აი ამ პისტას გემო და ძალიან გემრიელია. ვინც გერმანიაში ცხოვრობთ, გირჩევდით რომ იყიდოთ ეს შოკოლადი. აი ეს დუბაის შოკოლადი. გირჩევდით რომ იყიდოთ ყოველგვარი რეკლამის გარეშე. ძალიან გემრიელია. ნუ რამდენად ღირს ახლა 8 евро ვერ გეტყვით, მაგრამ თუ კი არა გაქვთ განასინჯი, გირჩევთ რომ იყიდოთ. საკმაოდ გემრიელია. ამჯერად ნამდვილად მომეწონა, ამიტომ უნდა მისცეთ ყოველთვის ამა თუ იმ პროდუქტს მეორე შანსი და მაშინვე არ უნდა თქვათ რომ ფუ ეს არ მომწონს. აი მაგალითად მე ვიყავი მასე ადრე სუშიზე, სულ პირველად რო გავსინჯე, მეთქი ამაზე რატო გიждდებიან ეს რა არის მეთქი და მერე მეორედ რო გავსინჯე, აი მის მერე მომწონს და ვგიждდებით მე და ანდრიასი სუშიზე. სადღაც 2 კვირაში ერთხელ სულ მივირთმევთ ხოლმე. სადღაც 10 დღეში ერთხელ, ხან კვირაში ერთხელაც ძალიან გვიყვარს მე და ანდრიას სუში, ამიტომ ყოველთვის უნდა მისცეთ ხოლმე ამა თუ იმ პროდუქტს მეორე შანსი. შეიძლება ადამიანსაც კი და არა მარტო პროდუქტს. არ მესმის ადამიანების რომ იტყვიან, "ვაიმე, მე ავოკადო არ მიყვარს." ან ვინც სუშიზე ამბობს ასე და ყოველთვის გავიფიქრებ ხოლმე ამ დროს, რომ ალბათ ამ ადამიანს კარგი სუში არ უჭამია და იმიტომ ამბობს ასე. ან მწიფე ავოკადო არ უჭამია და იმიტომ ამბობს ასე. მოკლედ ძალიან დიდი გადახვევა მომივიდა. ეხლა მინდა ასევე გაჩვენოთ თუ რა მომივიდა Amazon-იდან და შემდეგ აქ ჩაგისვამთ როგორც დაგბერდით ჩვენი საშობაო საჩუქრების ვიდეოს, რომელიც უკვე დიდი ხანია გადაღებული მაქვს და მოკლედ თავი ვერ მოვაბი რომ დამემონტაჟებინა და შემეცოდა უბრალოდ რომ ესე წამეშალა და ნუ გაჩვენებთ იმასაც, მიუხედავად იმისა, რომ შობიდან უკვე 3 თვეა, ხო რა 2 თვე ნახევარია სადღაც გასული, მაგრამ უნდა მაპატიოთ როგორმე. მოკლედ გაჩვენებთ ახლა ჯერ Amazon-ის გზავნილს და შემდეგ საშობაო საჩუქრების ვიდეოს ჩაგისვამთ. აი ჩემო კარგებო, ეს არის ჩემი დღევანდელი Amazon-ის ამანათი, რომელიც მომივიდა და ასევე ანდრიასმა სიურპრიზი გამიკეთა და შეუკვეთა. მე რა თქმა უნდა უკვე ეს ამანათი გავხსენი და ვნახე და ამიტომ არის უკვე გახსნილი და მინდა რომ თქვენც გაჩვენოთ თუ რადევს აი ამ ყუთში და ჩემი დღევანდელი სიურპრიზი ანდრიასისგან. ისამაც დავმალავ. ეს იყო დღეს ჩემი ამანათი, ძალიან გამეხარდა
ნუ აქ კიდე ქაღალდები იყო, რა თქმა უნდა, ჩადებული და ეს ქაღალდები უკვე ამოვიღე და გადავყარე. ეს არის დუბაის შოკოლადის ნაკრები, რომელიც ესე შეგიძლიათ Amazon-ზე შეუკვეთოთ. ეს არის ცომის თაიქფადენ, ანუ ცომის ძაფები, რომელიც ჭირდება დუბაის შოკოლადს. ეს არის ორი დუბაის შოკოლადის სილიკონის ფორმა. საკმაოდ დიდი ფორმა, ეს 100 გრამიანზე მეტია. და ეს არის, მოდით ცალი ხელით უნდა გავხსნა და გაჩვენოთ. ეს არის, რა თქმა უნდა, პისტას კრემი, რომლითაც კეთდება დუბაის შოკოლადი და აი ამ პისტას შიგთავსი და აი ამ ცომის ძაფებით კეთდება დუბაის შოკოლადი. ძალიან მიხარი, აი ესე გამეხარდა. ან როგორ მოიფიქრა ანდრიასმა ესეთი სიურპრიზი, არ ვიცი, ძალიან გამეხარდა. იმედია ხედავთ. და ეს შოკოლადის სილიკონის ფორმები. მოიცოთ ამოვიღებ და გაჩვენებთ. აი ასე გამოიყურება დუბაის შოკოლადის სილიკონის ფორმები. მოკლედ ორი ცალია შიგნით როგორც ხედავთ. აი ეს არის ის ნაკრები, რომელიც ჭირდება დუბაის შოკოლადს და შოკოლადი, რა თქმა უნდა, რომელსაც მოვიხმარ, თვითონ უნდა ვიყიდო. ძალიან გამეხარდა ეს დუბაის შოკოლადი, როგორც აი ეს პატარა, რომელიც იყიდა და მაჩუქა, ასევე აი ეს ნაკრები, რომლითაც აუცილებლად მოვამზადებ დუბაის შოკოლადს და გაჩვენებთ. ეს უკვე მომავალი ვიდეოს საწინდარია, мотивация. გადავიღებ აუცილებლად და გავაკეთებ დუბაის შოკოლადს. აი ნახეთ, სულ ეს ნაკრები იყო, შემოკარგებო, ძალიან მიხარია, ძალიან, ან როგორ მოიფიქრა. ანდრიასი ძალიან კარგად მცნობს და იცის ჩემი ხასიათი, რომ ასეთი რაღაცები, მით უმეტეს ახალი რაღაცების მოსინჯვა და გემოვნება ძალიან მიყვარს და თვითონაც. და მოკლედ ესეთი პატარა სიურპრიზი გამიკეთა დღეს, რაც ძალიან გამეხარდა. ეხლა სულ ყვავილების ჩუქება ძალიან ის არის რაღაც, როგორ გითხრათ, მოსაბეზრებელი მე ვფიქრობ და ეს იყო რაღაც ახალი ჩემთვის და აუცილებლად მოვამზადებ თქვენთან ერთად სახლში დუბაის შოკოლადს და გავსინჯავ თქვენთან ერთად. ყველას გამარჯობა ჩემო კარგებო, როგორ ახართ? მოკლედ დღეს არის 15 იანვარი და როგორც მოგეხსენებათ, გუშინ იყო ძველით ახალი წელი. მართალი გითხრათ, მე მანდა მაინც არ წამს ეს ძველით ახალი წელი, მაგრამ მახსოვს, რომ ბებიას და ბაბუას სოფელში ყოველთვის ძალიან სწამდათ ხოლმე და ის სწორედ ძველით ახალ წლამდე აჩერებდნენ ხოლმე ნაძვის ხეს. მეც გუშინ ავიღე ნაძვის ხე, ვისაც წამთ ძველით ახალი წელი, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა ახალ წელს და 2025 წელი იმედი მაქვს, რომ ყველასათვის ფეხბედნიერი წელი იქნება თითეული ჩვენთაგანისთვის და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას. მოკლედ, მრავალ ახალ წელს და ბედნიერებას და სიხარულს და ძალიან ბევრი პოზიტივი მინდა თითოეულ თქვენთაგანს ვუსურვო. და მოკლედ გუშინ ავიღე ნაძვის ხე. არ ვიტყოდი, რომ იმიტომ დავტოვე, რომ წამს რომ აუცილებლად ძველით ახალ წლამდე უნდა იყოს ნაძვის ხე გაწყობილი. უკვე ჩვენი შობის მერე მე მწამს, რომ შეიძლება ნაძვის ხე ავიღო, მაგრამ უბრალოდ ანაბელის გამო ვერ მოვახერხე ბავშვის გამო და გუშინ მომიხდა ნაძვის ხის დაშლა. და ყველაფერი მოკლედ დავაბინავე თავის ადგილას და შევინახე. ნუ მომავალი დეკემბრისთვის, მოდი ასე ვთქვათ. მოკლედ, ეხლა მინდა გაჩვენოთ, განვლილ ვიდეოში მე უკვე გითხარით, რომ საშობაოდ ვიყავით ანდრიასის მშობლებთან. ეხლა მინდა რომ გაჩვენოთ თუ რა გვაჩუქეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დავიწყებ ანაბელის საჩუქრებით, თუ რა აჩუქეს ჩვენს პატარა გოგონას. აი ესეთი სასაჩუქრე, ძალიან ლამაზი საახალწლო ქაღალდის ჩანთა მაქვს. აი ამ ჩანთით ანდრიასის ბიძიამ და ბიცოლამ აჩუქეს ანაბელს საჩუქრები და ეხლა გაჩვენებთ თუ რა იდო ამ ჩანთაში. აი ესეთი ძალიან ლამაზი კაბა, ნახეთ, საშობაო კაბა თითქმის, მაგრამ არ ჩაუცვია შობას, რადგან სხვა შობის რაღაცები
მქონდა მეწაღებული რაღაცები უყიდე მე საშობაოდ და ისინი ჩავაცვი. ნახეთ რა ლამაზი კაბაა. აი ეს შიგნითა ჩასაცმელი. არის H&M-ში ნაყიდი, აი ეს შიგნითა ზედა და ეს კაბა. თეთრი და წითელი. ჯერჯერობით კიდევ ჩაიცვამს, რადგან სპეციალურად ცოტა დიდი უყიდეს, იმიტომ რომ ჩემი დედამთილისთვის უკითხავთ, რომ რა ზომა უყიდოთო და ჩემ დედამთილს უთქვამს, რომ საკმაოდ დიდი ბავშვიაო და დიდი ზომა უყიდეს. ჯერ კიდევ მოერგება, მაგრამ დამდეგშობას ალბათ აღარ მოერგება. ანდრეასის დედის ძმა ცხოვრობს იქვე, სადღაც 10 წუთის ფეხის გზა მოცილებული ანდრეასის მშობლებიდან და აი ეს საჩუქარი, აი ეს წითელი და თეთრი, არ ვიცი, მაპატიეთ, მაგრამ რეიტუს არ ვიცი ქართულად რა ქვია. აი ეს თეთრი და წითელი რეიტუსიც აჩუქეს მათ. ეს საჩუქარი იყო ანდრეასის ბიძია და ბიცოლასგან. აი ეს ზედა, ნახეთ რა ლამაზი ზედა, ახატია ბუ. და ეს შარვალი აჩუქა ანაბელს ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც ანდრეასის დედის ახლობელია. ისიც ახლოს ცხოვრობს ეპელბორნიდან. კიდე აი ეს თმაზე გასაკეთებელი მოყვება, ნახეთ რა ლამაზია. შემდეგ ასევე ბიცოლას დამაც აჩუქა ესეთი რაღაცა, ნახეთ. შარვალი. აი ესეთი ზედა, ნახეთ რა ლამაზია, რა საყვარელია. ძალიან მომწონს. აი ძალიან ნაზი ზედა, არ ვიცი ხედავთ თუ არა. ძალიან მომეწონა. ცოტა დაგუჭულა ესენი ქაღალდის ჩანთაში, მაგრამ არ აუშავს. ძალიან ნაზი საყელო აქვს აი ამ ზედას. არის 9-დან 12 თვემდე აწერია. ეს კარგად ექნება უკვე ანაბელს. და ამასაც მოყვა ესეთი თავზე გასაკეთებელი. არ ვიცი ამას რა ქვია, აბადოკი, ბენდენა, თმისამაგრი, ხო? და ანდრეასის კოლეგამ აჩუქა აი ესეთი ზედა, ნახეთ, რა საყვარელია. და აწერია ანაბელი, როგორც ხედავთ. აი აქ აწერია ანაბელი. ძალიან საყვარელია. აი ეს სათამაშო და ეს ზედა აჩუქა ახალ წელს ანაბელს, აი ეს სათამაშო და აი ეს ზედა ერთად აჩუქა ანდრეასის კოლეგამ და მეორე კოლეგამ აჩუქა ასევე აი ეს ზედა და აქაც აწერია, რომ mein erstes Weihnachten Annabelle, ჩემი პირველი შობა აწერია და აი აქ ქვემოთ აწერია ანაბელი ასევე, ნახეთ. ძალიან საყვარელი ზედა. ნუ დაგუჭულია, გასარეცხია. დაგუჭულა ქაღალდის ჩანთაში, მაგრამ არ აუშავს. ეს საყვარელი საჩუქრები მიიღო ანაბელმა, ოჯახის ახლობლებისგან და ნათესავებისგან. ეხლა მინდა გაჩვენოთ თუ ჩვენ რა ვაჩუქეთ ჩვენს გოგონას. აი ეს ძალიან საყვარელი კურდღელი ვუყიდე ტიკამეკში. აქ ხელი უნდა დააჭირო და მღერის და ანათებს სხვადასხვა ფერებში. ნახეთ, ძალიან ლამაზია და ძალიან საყვარელია, მომეწონა, მიავარჩიე. მოდით გამოვთავთ, რომ საკმაოდ ლამაზია, ვფიქრობ, ნახეთ. რა ლამაზი ყურები აქვს. აი ეს ქუდი, ნახეთ რა ლამაზი ქუდია და ეს ხელთათმანები, რომელიც მოყვება. ერთი ხელთათმანი სადღაც ვერ ვიპოვე, მაგრამ არ აუშავს, სადღაც დევს ახლა და ვერ პოულობ. ალბათ არ ვიცი, სადღაც დავდე და დავარდა ალბათ და ვერ მივაგენი ახლა. აი ეს ქუდი თავის ხელთათმანებით. ძალიან მოგვეწონა. ეს იყო ჩვენი საჩუქარი და რა თქმა უნდა ლელადეიდამ გამოუგზავნა კიდევ იტალიიდან 2 სათამაშო. აი ასეთი სათამაშო გამოუგზავნა
ლელა დეიდამ და ანჯელო ბიციამ, ჩვენს გოგონას იტალიიდან საშობაოდ. ეს არის პატარა ისეთი მაგიდა, რომელზეც შეუძლია სხვადასხვაგვარი სიმღერებს, მუსიკებს მოусმინოს, გიტარის ხმას და ასე შემდეგ. ხავერ ჩავთავ, რადგან გვწინავს. ტელეფონი აქვს, აქ შეიძლება ციფრები აკრიბლოს და აქ სხვადასხვაგვარი არის დოლის ხმა, აქ არის კლავიატურა, პიანინო და ასე შემდეგ. შვის მოტორიკისთვის ძალიან კარგი სათამაშოა. ნუ მოყვება ასევე ფეხები. მე ხა ფეხებს აღარ გაჩვენებთ. და ძალიან უყვარს ანაბელს ეს სათამაშო. და ყოველდღიურად თამაშობს შობის მერე აი ამ პატარა მაგიდით. აი ეს არის მეორე სათამაშო. ანუ ეს არის ოკეანის სამყარო და ამაში არის ესეთი ჩანთა, რომელიც არის ღილაკებზე და იხსნება რუკასავით და არის ანკესი, სხვადასხვა ფერის თევზები, ესეთი სხვადასხვა ფერი ჯამები და ბავშვმა უნდა აი ამ სათამაშოს მეშვეობით უნდა ისწავლოს თევზების დაჭერა, შესაფერისი თევზის, შესაფერის ჯამში ჩადება, მაგალითად წითელ თევზს წითელ ჯამში, ყვითელს ყვითელში, მწვანეს მწვანეში და ასე შემდეგ. და ძალიან უყვარს ანაბელი ახლა ამ სათამაშოს, რა თქმა უნდა, ჯერ ვერ თამაშობს, ისე როგორც უნდა თამაშობდეს ამ სათამაშოს, მაგრამ აი ამ ჯამების გადაყრა და ისევ იატაკიდან აღება, ან მანეჟში, აი თამაშობს. ანდრეასი უდევს ხოლმე მანეჟის ზემოთ აი ამ სხვადასხვაგვარ ჯამებს და ეუბნება რომ მიდი აბა აიღე და გადააგდე და აი ესე წრეებს ურტყავს ხოლმე ბავშვი მანეჟს და ამით უკვე ნელა-ნელა სიარულს სწავლობს და ძალიან დაგვეხმარა ისწავლა მანეჟში სიარული და წრეების დარტყმა. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ისე ვერ დადის ხელი რო გაუშვოს ყველაფერს, მაგრამ ხელს კიდევს მანეჟის ირგვლივ და დადის. აი ამ ჯამების მეშვეობით. ჯამების წყალობით. ძალიან დიდი მადლობა ლელა დეიდას და ანჯელო ბიძიას აი ამ საყვარელი საჩუქრებისთვის. ანდრეას ყავს ბიძია ლონდონში, რომელიც ოქსფორდში ცხოვრობს და იქ დაამთავრა უნივერსიტეტი და ახლა მუშაობს და აი ეს სათამაშო გამოუგზავნა მამ პატრიკმა, ანდრეასის ძმამ, ახლა ჩამოსული იყო საშობაოდ მშობლებთან, მაგრამ ეს მანამდე გამოუგზავნა კოლნში ანაბელს საახალწლად, რომ ჩართა უკრავს სხვადასხვა სახის კლასიკურ მელოდიებს. აი ესე რო წარმოდგენა რო შეგექმნათ და საკმაოდ ძალიან ლამაზი კლასიკური მელოდიებია ჩაწერილი აი ამ სათამაშოში და სიამოვნებით უსმენს ანაბელი აი ამ სხვადასხვაგვარ კლასიკურ მუსიკებს. აი ეს სათამაშო გამოუგზავნა ასევე პატრიკმა, ეს არის ლოგინზე ჩამოსაკიდებელი სათამაშო და ნახეთ როგორი ლამაზია. ძალიან მოსწონს ასევე ანაბელს. მეც ძალიან მომწონს, ნახეთ და თუნია რა საყვარლად ახალია. აი ეს და თუნია. ძალიან ლამაზია ასევე ეს სათამაშო, ვფიქრობ. ეს ყველაფერი იყო ანაბელის საჩუქრები, რაც გაჩვენეთ და ახლა მინდა გითხრათ თუ მე რა ვაჩუქე ანდრეას. გერმანიაში ასე იციან რომ აი იმ პიროვნებას, ვისაც ჩუქნის საჩუქარს, განსაკუთრებით კი საშობაო საჩუქარს, უნდა შეეკითხო თუ რა უნდა, ან უნდა იცოდე მისი გემოვნება და ასე შემდეგ და მე ანდრეას ყოველთვის ვეკითხები. და მან მითხრა რომ უნდა ამაზონის სასაჩუქრე ბარათი, ანუ გუჩაინს ეძახიან გერმანიაში ამას და რა თქმა უნდა ვაჩუქე ამაზონის სასაჩუქრე ბარათი ანდრეას. ანდრეასმა მე მაჩუქა ყურსასმენები, რომელიც ძალიან მინდოდა ჩემი აიფონისთვის, მქონდა ადრე, რომელიც ასევე ანდრეასმა მაჩუქა ვარდისფერში, მაგრამ ძირს დამივარდა და ცალი ყურსასმენი გამიფუჭდა და ამიტომ მინდოდა ახალი. ახლა გაჩვენებთ თუ როგორ გამოიყურება. ეს ყურსასმენები მე მოვიხმარე, მაგრამ მაინც გაჩვენებთ. მოკლედ, ასე გამოიყურება ჩემი ყურსასმენი. ძალიან მიყვარს ეს ფერი. ამას გერმანიაში მინდგრონს უწოდებენ, პიტნის მწვანეს უწოდებენ, ასე რომ გადავთარგმნოთ. არის ძალიან ლამაზი ფერი და არის მოკლედ აი ესეთი
ყურსასმენები, რომელიც უკვე გამოვიყენე და ძალიან მომწონს. და მაჩუკა ასევე სრულიად მოულოდნელად სიურპრიზი გამიკეთა ანდრიასმა და საშობაოდ მაჩუკა ახალი მობილური. სწორედ ამ მობილურით ვიღებ ახლა ამ ვიდეოს. ასე გამოიყურება ჩემო კარგებო, ჩემი ახალი მობილური. Google Pixel 9, ასე ქვია. და როგორც გითხარით, საკმაოდ მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის და სიურპრიზი იყო ანდრიასისგან. არ ველოდებოდი, რომ რადგან 2 წლის უკან მაჩუკა iPhone-ი და ეხლა კიდე აი ესე ძვირად ღირებულ მობილურს მაჩუქებდა, მაგრამ იცოდა, რომ ძალიან მინდოდა YouTube-ის ვიდეოების გადასახებად ახალი მობილური და არ მქონდა მოკლედ სამახსოვრო ადგილი ტელეფონში და ფოტოებისა და ვიდეოების ადგილი სავსე მქონდა. ნახეთ რა კარგი მობილურია და ზუსტად იგივე ფერია როგორც ყურსასმენები და მითხრა რომ მე და ანაბელმა აგირჩიეთ, ну ანაბელს ახლა ჯერ ისი არჩევა შეუძლია, მაგრამ ის ისე უბრალოდ სიტყვის მასალად გამოიყენა, რომ მე გამხარებოდა და ძალიან გამახარა, მოკლედ როგორც გითხარით. ახლა ამას მობილურის ჩასადები უნდა ვუყიდო, რომ საკმაოდ სრიალა მობილურია და არ დამივარდეს ძირს. მოკლედ ძალიან გამეხარდა ჩემო კარგებო. უკვე დასატენია. ადრე გასულ ვიდეოში გითხარით, რომ ჩემი iPhone-ის დასამახსოვრებელი ადგილი გაივსო, იმდენი სურათები და ვიდეოები მაქვს გადაღებული ანაბელის დაბადებიდან დღემდე, რომ გაივსო iPhone-ის დასამახსოვრებელი ადგილი და ვიდეოებს ვეღარ ვიღებდი. ეს რა თქმა უნდა ანდრიასმა იცოდა და მოკლედ ვეთამაშებოდი აზრებს იმის შესახებ, რომ კიდევ მეყიდა ახალი მობილური, ეს iPhone-იც ანდრიასის ნაჩუქარია, როგორც იცით და ესე სიურპრიზი გამიკეთა ანდრიასმა და როგორც გითხარით, ძალიან გამეხარდა მიუხედავად იმისა, რომ საშობაოდ ანაბელი, როგორც იცით, თავად გაგვიხდა და საჩუქრების თავი ნამდვილად არ მქონდა და რაღაცა, მაგრამ მაინც ძალიან გამეხარდა ეს მობილური, რომ როცა არ ელოდები და აი ამ ხელა რაღაცას რომ მეუღლე გაჩუქებს ძალიან გამეხარდა და უფრო მოტივირებული ვარ რომ გადავიღო ვიდეო და უფრო ხშირად დაგიკონტაქტოთ ხოლმე. რაც შეეხება მშობლებს, ანდრიასის მშობლები ყოველთვის თანხას გჩუქნიან, რადგან ანდრიასის დედა, ჩემი დედამთილი ყოველთვის იმას მეუბნება, რომ თქვენი გემოვნებით იყიდეთ რაც გინდათ და ბავშვს უყიდეთ ჩასაცმელი თუ სათამაშო თუ რაც გჭირდებათ და მოკლედ აქამდე მე და ანდრიას ცალ-ცალკე გვჩუქნიდა ხოლმე თანხას და ანდრიასის ძმასაც რა თქმა უნდა ცალკე ესე კონვერტებში იცის ხოლმე თანხის განაწილება და ეხლა რა თქმა უნდა სამზე გვაჩუქა ანაბელს მე და ანდრიას. ნუ რამდენი იყო ეხლა ეს თანხა და რაღაცა არ მიმაჩნია სწორად რომ ეხლა დავასახელო, შეიძლება ზოგისთვის ძალიან ბევრი იყოს და რაღაცა და მოდით თავს შევეკავებ თანხის დასახელებისგან და მოკლედ ესე თანხას გჩუქნიან, როგორც გითხარით, ყოველ შოუბას, ანდრიასის მშობლები, შოუბას და აღდგომას, რადგან ეს მათთვის ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულებია. მოკლედ სულ ეს იყო ჩვენი საშობაო საჩუქრები, რომელიც მინდოდა რომ თქვენთვის მეჩვენებინა. მოდით დღეს აქ დაგიმშვიდობებით, ყველანი ძალიან მიყვარხართ. თქვენი მაკა დროებით მომდევნო ვიდეომდე და იმედი მაქვს რომ სულ მალე შევხვდებით. ნახვამდის.